რამდენიმე წუთის წინ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს კითხვებს უსვამენ და მის პასუხებს ისმენენ, კითხვა დაისვა საქართველოს შესახებაც. კონგრესმენი ჯო ვილსონი, მეგობარი აქტის თანაავტორი, სვამს კითხვას საქართველოს ანტიამერიკული მთავრობის შესახებ და რა პასუხსაც იღებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნის პირველი ოფიციალური პოზიციაა, მას შემდეგ რაც ის დაინიშნა ამ თანამდებობაზე და ამერიკაში მოვიდა ახალი ადმინისტრაცია. ჯო ვილსონმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ, მან გამოიყენა ფოტოსურათი, რომელიც თბილისში საპროტესტო აქციას ასახავს, საუბრობს ანტიამერიკულ მთავრობაზე, როგორც ქართულ ოცნებაზე და სვამს კითხვას, რა შეუძლია მარკო რუბიოს გააკეთოს და ასევე სახელმწიფო დეპარტამენტს იმისთვის, რომ ანტიამერიკულ მთავრობას შესაბამისი ფასი გადაახდევინოს. პასუხი კი ასეთია. მარკო რუბიო ამბობს, რომ შეერთებული შტატები რეაგირებისთვის ემზადება და რომ შტატების უპირველესი მიზანი არის ამერიკის ინტერესების დაცვა და მიზანია, რომ არ არსებობდეს მსოფლიოს რომელიმე ნაწილში ქვეყანა, რომელიც ანტიამერიკულ ინტერესებს ატარებს და თუ კი ასეთი არსებობს, შესაბამის ზომებს შეერთებული შტატები მიიღებს. თუ რა შეიძლება იყოს შესაბამისი ზომა, შესაბამისი ფასი, რომლის გადახდაც ეს სიტყვები თავად რუბიომაც ახსენა, ამაზე კონკრეტულად არ საუბრობს, თუმცა რუბიო ამბობს, რომ შტატები ამაზე მუშაობს, განიხილება სხვადასხვა ვერსია და შესაბამისად მათ ექნებათ პასუხი ანტიამერიკულ პოლიტიკაზე. ის ამბობს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა და სხვადასხვა უწყებები არიან ჩართული იმისთვის, რომ მათ შეიმუშაონ კონკრეტული ზეწოლის მექანიზმები. მისი განცხადება არის პირდაპირი მითითება იმისა, რომ შეერთებული შტატები გამოთქვამს მზად ყოფნას ყველა ნაბიჯი გადადგას იმისთვის, რომ წნეხი გააძლიეროს ანტიამერიკულ მთავრობაზე. ის იმეორებს ამ სიტყვებსაც და ფაქტობრივად ასე წარმოაჩენს თავადაც ქართულ ოცნებას საქართველოში. The anti-American Georgian Dream regime in the Republic of Georgia. They rigged the election in Georgia. ანტიამერიკულმა მთავრობამ საქართველოში გააყალბა არჩევნები 26 ოქტომბერს. მოახდინა ჩინეთის ინტერესების სანაცვლოდ ამერიკულ მხარესთან ორგანიზაციების კრიმინალიზება. ეს რონდელის ფონდის ანგარიშია ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლის შესახებ საქართველოში და ამ ანგარიშს გადმოგცემთ. 200 დღეა თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში. უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტ ტრამპის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას ქართველი ხალხის სახელით. Well, going back to what I said earlier in my opening statement. დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი. უპირველესი ამერიკის შეერთებული შტატების მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს. არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც მართავს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს. და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ მივმართოთ ჩვენს რეგიონალურ ბიუროებს და ადგილობრივ ოფისებს, რათა მათ მოგცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება. ირაკლი კობახიძე პასუხს ითხოვს დონალდ ტრამპის მხრიდან, თუმცა ფაქტია, რომ პასუხი არის ასეთი, მარკო რუბიოს მეშვეობით გახმოვანებული, რომ თუ კი ანტიამერიკული პოლიტიკა გაგრძელდება, შეერთებული შტატები მოქმედებაზე გადავა და რომ ამისთვის შტატებში უკვე ემზადებიან.